გადაგიყო. აბა გავედით თუ არა? თუ ჩვენზეა დამოკიდებული და ანუ არავინ არ გაგვიყვანს. ლაივში ვართ? კარგი, მოგესალმებით. დავიწყოთ მაშინ. ესე იგი, დღეს ვისაუბრებთ კლასიკურ იოგაზე, რომელსაც უწოდებენ აშტანგა იოგას, ანუ პატანჯალის აშტანგა იოგა. პატანჯალი სავარაუდოდ მოღვაწეობდა მე-4 საუკუნეში და ეს ტექსტი იოგა სუტრა, რომელზეც ასე ხშირად გვაქვს ხოლმე ლექციები, არის მიეწერება მას პატანჯალის როგორც ავტორს და იქ მეორე თავში არის გადმოცემული ეს აშტანგა იოგა, რაც ნიშნავს აშტა ნიშნავს 8-ს, ანგა ნიშნავს კომპონენტს ან კიდურს, ანუ 8 კომპონენტიანი იოგა. ეს 8 კომპონენტი არის იოგას სისტემა. ესე რომ წარმოვიდგინოთ, რომ მას არაფერი არ უნდა აკლდეს, უნდა იყოს რაღაც ისეთი მთელობა, რომ ვერაფერი ვერ მოიფიქრო ისეთი, რომ კიდე რაღაც დასამატებელი იყოს მაგაში. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენიმე წლის წინ ჰეგელის ტექსტს გავეცანი, სადაც საუბრობს ინდურ ფილოსოფიაზე და იქ, როდესაც ეცნობა რაღაც სისტემებს, ესეთი კრიტიკული შენიშვნები აქვს, რომ აი ეს ჩამონათვალებიო, რო აქვს რაღაცა დავუშვათ რაღაც პრინციპები დაალაგებული, არ ჩანს მასში რაღაცა ცნება, ან რაღაც დაქვემდებარება, ან რაღაც სტრუქტურა, ან იერარქია. მაგ დროს არ იყო, ანუ ჰეგელის პერიოდში, ანუ ესე განვითარებული თარგმანები, ამაზე აკადემიური შესწავლა და სერიოზული მუშაობა ისე ინტენსიურად არ მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა. მაგრამ მე მგონია, რომ თუ აი ესე გავშლით ახლა ჩვენ აშტანგა იოგას, დავინახავთ მასში სისტემას, რომელშიც არის რაღაცა ლოგიკა, რაღაცა პრინციპი, რა პრინციპითაც არის დაალაგებული ეს სისტემა. ანუ თვითონ დასაწყისში ვიტყვი იმას, რომ იოგა პატანჯალისთვის არის ერთი მხრივ ფორმალური მეთოდი გონების კონტროლის, ან ცნობიერების კონტროლის. ფორმალური, იმიტომ რომ ის არ არის რომელიმე იოგა სუტრა არ არის რომელიმე სექტანტური ტექსტი, ანუ მასში არ არის რომელიმე ღვთაება კონკრეტულად მოცემული, განსხვავებით ძალიან ბევრი სხვა ტექსტისა. ანუ თითქმის ყველა იოგას ტექსტში დასაწყისში არის, თქვა, დიდება რომელიმე ღვთაების, თქვა, ან შივას, ან ვიშნუს და ასე შემდეგ და მოიაზრება, რომ ეს ტექსტი, ანუ ეს იოგას ეს ტრადიცია, თქვა, უპირატესობას, ანუ მიმდევარი არის ამა თუ იმ ღვთაების. ამ გაგებით იოგა სუტრა ერთგვარად სეკულარული ტექსტი არის, ნუ იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენამდე მოაღწია და ამიტომ ეს უფრო ერთგვარი ფსიქიკის მართვის ტექნიკა არის, ესე რომ წარმოვიდგინოთ, ან რაღაცნაირად ესეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გონების შესახებ მოძღვრება, ან გონების შესახებ მეცნიერება, ესეც შეგვიძლია წარმოვადგინოთ, მაგრამ უფრო ვრცელი თვალსაზრისით პატანჯალისთან არის ცოდნის და არსებობის ერთიანობაზე საუბარი, არის კოსმოლოგიაზე საუბარი, იქ არის ფსიქოლოგია, ანუ ფაქტობრივად პატანჯალის სისტემა არის ყველაფრის თეორია, როგორც თანამედროვე ფიზიკას უწოდებენ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თანამედროვე ფიზიკა მეცნიერების საფუძველი არის მათემატიკა, თანამედროვე მეცნიერების რაღაც ორგანიზატორი, შემკრების საფუძველი არის მათემატიკა და ამ შემთხვევაში საერთო საფუძველი ამ ყველაფრის თეორიის, ანუ რასაც შეიძლება პატანჯალისთან იოგა უწოდოთ, არის ენა, სანსკრიტული ენა, რა ენაზეც არის, ანუ ეს გადმოცემული და რა ენაზეც უნდა გავიაზროთ ყოველივე ეს. მოდი გადავიდეთ უშუალოდ აშტანგა იოგაზე, ესე იგი როგორც თქვი, აშტანგა ნიშნავს, აშტა ნიშნავს 8-ს და ანგა ნიშნავს კიდურს, ან კომპონენტს, ზოგი თარგმნის როგორც საფეხურს, ესე რომ წარმოვიდგინოთ, აი აქ არის ჩამოთვლილი 8 საფეხური, მაგრამ ეს საფეხური არ არის ზუსტი განმარტება, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი, რომ დაელოდო პირველის დასრულებას, ანუ პირველი
ხო, არასდროს არ სრულდება, ანუ პირველი არის, რომ ასე ვთქვათ, პირველი ამოსავალი პუნქტი არის, რომ ადამიანმა შეამციროს ზიანი, რასაც აყენებს სხვას და საკუთარ თავს, საკუთარ ცნობიერებას და ეს პრინციპში არ არის, რომ ეს აფეხურე ასე დავხურე და მე გადავედი შემდეგზე. ამიტომ უფრო მართებული იქნება თუ ამ ანგებს მოვიხსენიებთ როგორც კომპონენტებს. ხო, აშთავ ნიშნავს 8-ს და მაგალითად ჩვენ ვიცით ოქტომბერი, ხო, მაგალითად ანუ ნავა სანსკრიტულადაც არის ნოემბერი ნავა, დეკა დეშა არის და ანუ ეს მსგავსება ენობრივიც არის. ხო, მოდი მოკლედ მიმოვიხილავ ახლა, ანუ პირველი იამა ნიშნავს კონტროლს და კონტროლი არის იოგას ანუ მთავარი ასე ვთქვათ პრინციპი. ნუ აქ ხანდახან როგორც აკრძალვები ესე არის მოხსენებული, მაგრამ ნიამა ნიშნავს შინაგან კონტროლს, ანუ იამა და ნიამა არის გარეგანი და შინაგანი კონტროლი. შემდეგ ასანა არის სხეულის უძრაობა, ანუ სხეულის მდგრადობის მიღწევა. პრანაიამა არის სუნთქვის, ანუ შინაგანი მდგრადობის მიღწევა. პრატიაჰარა არის გრძნობების კონტროლი. აი ეს თვითონ კონტროლი ყველგან ან გაზდევს. და შემდეგ ანუ მე-6, მე-7 და მე-8 კომპონენტი არის უფრო ფსიქიკური კომპონენტები, მედიტაციის კომპონენტები, ესე შეიძლება უწოდოთ. პირველი არის ანუ თარანა, რაც ნიშნავს ფიქსაციას, ან რაღაცის დაჭერის უნარს ყურადღებაში, უბრალოდ გონებაში, რომ რაღაცას შეგიძლია ჩაავლო. რომ მაგალითად თქვათ სკროლავ, ყურადღება გაფანტული გაქვს და შეგიძლია გადაიტანო, თქვათ 13 სადინო გაქვს და რაღაცაზე დააფიქსირო. და თიანა შეიძლება ითარგმნოს როგორც ან ჭრეტა, ან მედიტაცია, გააჩნია თვითონ რას ჩავდებთ ამ სიტყვაში და სამათი არის სიტყვა, რომელიც უფრო ითარგმნება როგორც კონცენტრაცია. როგორც ჩაღრმავებადაც ასეთ შეიძლება თარგმნოთ, როგორც მოკრებათაც, რო ვთქვათ ყურადღების მოკრება, ან რაღაც სხვაზე, თქვათ გინდა რაღაც შეიმეცნო, თქვათ სამყაროს ბუნება როგორ არის მოწყობილი, არსებობს თუ არა სუბსტანცია და ის რაზეც იოგები ფიქრობდნენ და ან მოიკრიბო კონცენტრაცია გააკეთო უბრალოდ საკუთარ თავზე და ყველაფრისგან ასე ვთქვათ აბსტრაჰირება გააკეთო. ეხლა ანუ შემდეგ სლაიდზე მე გაჩვენებთ როგორ განვალაგე ეს სქემატურად. ეს ასეთი განლაგება ინდური სისტემებისთვის არის დამახასიათებელი. აი რომ ვამბობდი რომ აი ჰეგელისთვის არ იყო რაღაცა სტრუქტურა ნათელი. აქ არის ანუ ეს გარკვეული სისტემა, ანუ ტანტრულ სისტემაშიც, ჩვენ მანდალას ფორმაშიც გვხვდება ანუ ესეთი განლაგება, ანუ სადაც იამა და ნიამა არის წყვილი მოპირისპირე, ანუ იამა როგორც გარეგანი კონტროლი და ნიამა როგორც შინაგანი კონტროლი. და ასანა და პრანაიამა, ასანა არის სხეულის კონტროლი და პრანაიამა არის სუნთქვის კონტროლი. ესეც როგორც გარეგანი და შინაგანი კონტროლი. და ამ 4-ის არსებობის შემთხვევაში ეს ავტომატურად მოიაზრებს მე-5-ს, რომელიც აი ქვედა უფრო მწვანე ფონზე წერია პრატიაჰარა, რაც ნიშნავს გრძნობების კონტროლს. და ეს თვითონ აი მოკლედ რო ვთქვათ, რომ რას ნიშნავს იოგა, ჩვენ ხო ვთქვით, რომ დასაწყისში რომ იოგა არის ცნობიერების მართვის ფორმალური მეთოდი, ხო? მაგრამ კიდევ უფრო მარტივი და ცხადი დეფინიცია იოგასი კათა უპანიშადში მოცემულია, როგორც უბრალოდ გრძნობების მართვის ფორმა, გრძნობების მართვის ხელოვნება. და იქ არის ცნობილი ეტლის მეტაფორა, სადაც ცხენები ეტლში შემული არიან გრძნობები და ინტელექტის მეშვეობით მგზავრმა უნდა გააკონტროლოს, ასე ვთქვათ, აღვირი ამოსდოს და მიმართულება მისცეს. აი ესეთი მარტივად მეტაფორულად ესე არის ახსნილი, მაგრამ თვითონ აი სქემა ეს რომ წარმოვიდგენოთ აი რაღაც ჯვარზე და არის ცენტრში პრატიაჰარა. და გვაქვს ჯერჯერობით, ანუ ეს 5 სისტემა, რომელშიც არის 5 კომპონენტი, ხო? და შემდგომ უკვე წინა სლაიდზე ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ამ 5-ის შემდეგ არის კიდე 3 უფრო ნატიფი, აი ნახეთ,
მე-6, მე-7 და მე-8, ანუ ყურადღების ფიქსაცია, მედიტაცია და კონცენტრაცია. და შეგვიძლია დავინახოთ ესე, რომ ეს არის არა მე-6, მე-7 და მე-8, არამედ თვითონ, აი რაც მომდენო სლაიდში არის, თვითონ ჩაღრმავება გრძნობების კონტროლში. ხო, თუნდაც იყოს ეს, აი ეს სქემა აქაც არის, ხო, ისედაც, ანუ პრატიაჰარა გრძნობების კონტროლში შიგნით შედის მე-6, მე-7 და მე-8 საფეხურები. და რატო ვფიქრობ ასე, ამას თავად იოგასუტრადან მან მოვიყვან ამის ილუსტრაციას. მანამდე მე მინდა კიდე ყურადღება გავამახვილო პირველი თავის ეს 31 სუტრაზე, სადაც პატანჯალი გვეუბნება რა არის იოგას ამოცანა, რომ გაათავისუფლოს ადამიანი ტანჯვისგან. რომ ეს არსებობს სამი სახის ტანჯვა, ანუ ნებისმიერი ფორმის ტანჯვისგან, ხო, ანუ შინაგანი მიზეზით გამოწვეული, გარეგანი მიზეზით გამოწვეული და მისტიკური ძალებით გამოწვეული, ხო? და პირველი, ესე იგი, ჩვენ რომ ესე წარმოვიდგინოთ, რომ იამას პრინციპში შედის რა, რომ იამა არის გარეგანი კონტროლი, ანუ ურთიერთობა ჩემი გარესამყაროსთან, რაც პირველ რიგში არ უნდა იყოს დამაზიანებელი. იქნება ეს ზიანი უშუალო, ანუ პირდაპირი ძალადობის გზით, იქნება ეს სიტყვის გზით თუ ნებისმიერი ფორმით და ასევე თქვათ, იქ არის აღწერილი 5 პრინციპი და ნათქვამია, რომ ამის ასე თქვათ, საერთო საფუძველი არის ზიანის მიყენება. ზიანის მიყენება გულისხმობს იმას, რომ მე ვაყენებ საკუთარ თავსაც ზიანს. ეს არის ფაქტორი. ანუ ფაქტობრივად ვაყენებ ტანჯვას. აი თვითონ სიტყვა დუქა ამ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომ თავი, ამოსავალი პუნქტი იოგასი არის ის, რომ ტანჯვა დაასრულოს, ოღონდ არა მარტო საკუთარი, არამედ ზოგადად თვითონ ტანჯვას დააღწიოს თავი. ან დაეხმაროს სხვებს, რომ დააღწევინოს თავი. ხოლო რაც შეეხება ნიამას, ამის საპირისპიროს, აი ტერმინი არის დაურმანასია. დურ არის აი ამ შემთხვევაში მენტალური ფორიაქი არის, რომელიც უფრო შინაგანი ტანჯვაც ასევე შინაგანი არის, მაგრამ ეს უფრო ფსიქიკური ფაქტორი არის, როდესაც ვერ ხერხდება სურვილის რეალიზაცია. ხო, ერთი არის რაღაცა ტანჯვა, რომელიც გარედან მოდის და რაღაც ზიანს იღებს, მაგრამ მეორე არის ტანჯვა ან რაღაცნაირად დაუკმაყოფილებლობა, რომელსაც ადამიანი ვერ ამას განიცდის იმით, რომ ვერ ახერხებს რეალიზაციას. და ამისთვის არის ნიამა, ამის საპირისპირო. რეალურად ეს ერთი სქემა არის, უბრალოდ რაღაც პოლუსებივით არის, განსხვავებული პოლუსებივით არის. მე ხლა უბრალოდ ძალიან მოკლედ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ნიამაზე გვაქვს ჩაწერილი ცალკე ლექცია, სადაც აი დეტალურად განვიხილავ, მასში შემადგენენ ყველა კომპონენტს, ნიამაში და იამაში შემავალ ყველა კომპონენტს, ეს YouTube-ზე წდევს. და ამის საპირისპიროდ იოგი სწავლობს თვითკმარობას. აი ეს არის დამაბალანსებელი და რატომ ამოცანა რა არის, რომ იოგებს ჰქონდათ გაცნობიერებული ის, რომ რაც არ უნდა გონების დამშვიდებას და ტექნიკებს მიმართო, ეს შეუძლებელი იქნება თუ ადამიანმა ემოციურად ზოგადად ცხოვრებაში ვერ დააბალანსა თავისი თავი, ხო? მთელი დღე რო იჯდეს ადამიანი და თქვათ მისდევდეს რაღაც ესეთ პრაქტიკებს, თუ მას აქვს რაღაც ესეთი გრძნობები და არ აქვს ეს გრძნობები გაცნობიერებული, რა რისი მომტანი არის და როგორც საფუძველი, ხო? მაშინ ის ვერ მიაღწევს გონების სიმშვიდეს, ისევე როგორც თქვათ პირველ თავში არის ასევე, რომ თქვათ აი შური ერთ-ერთი დამანგრეველი ემოცია არის და შეიძლება 24 საათი იჯდეს ადამიანი რაღაც მანტრა იმეოროს, მაგრამ ის საფუძველი თუ არ გააცნობიერა დაუშვათ ამ ფსიქიკური ტანჯვის, ეს უბრალოდ უნაყოფო იქნება. ამიტომ პატანჯალის სისტემა არ გვთავაზობს მხოლოდ რაღაცა ტექნიკის მიყოლას, არამედ გვთავაზობს სრულ გაცნობიერებას, ასე ვთქვათ,
იქნება ეს თქვა ემოციების გავლენა თუ თქვა რაღაც ღირებულებითი აბერაციები, ხო? ხო ეს რაც შეეხებოდა პირველ ორ კომპონენტს. ჩვენ ისევ პირველ წინა სქემას დაუბრუნდეთ. არა, შემდეგი. ეხლა რაც იყო ის დავუბრუნოთ, ხო? ანუ სხეულის მოუსვენრობა არის ის, რაც მის არამდგრადობას და ცახცახს იწვევს. ეხლა რაზეც საუბრობთ, ანუ ეს არის პირველ თავში. აქ საერთოდ არ არის ნახსენები აშტანგა იოგა. ანუ აშტანგა იოგაზე საუბრობს პატანჯალი მეორე თავში, მაგრამ ერთგვარად წინასწარ გვამზადებს რა პრობლემატიკას განიხილავს, რისთვისაც შემდგომ გვთავაზობს მეთოდს და აი ყველაზე რითაც იოგა ყველაზე უფრო ცნობილი არის ეს, ანუ ასანების, სხეულის პოზები, ვარჯიშები და ასე შემდეგ. ამას საფუძველი ეყრება პატანჯალის აი ამ სხეულის მიმართ დამოკიდებულებიდან, რომ თუ გონება არ არის 7, ეს აისახება სხეულზეც, ეს აისახება ჯანმრთელობაზეც, ან პირიქით ჯანმრთელობა აისახება სხეულზეც, იმიტომ რომ პატანჯალისთან გონებაც არის მატერიალური, ანუ ეს არის ერთი და იგივე მატერიის უხეში და ასე ვთქვათ, ნატიფი ფორმა, ანუ ეს არ არის სხეული და გონება არ არის დუალიზმში ერთმანეთთან, ანუ ეს იგივე ჩვეულებრივად მატერიალური ნაწილი არის, მაგრამ პატანჯალი აცნობიერებს, რომ ეს ურთიერთკავშირი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საჭირო არის, ასე ვთქვათ, ასანა, ანუ სხეულის მდგრადობის მიღწევა, რაც არის ვთქვათ, ვიღაცა ლოტოსის პოზაში უძრავად ზის, ეს არის გამიზნული იმისთვის, რომ დაეხმაროს ჭრეტით აზროვნებაში, ანუ ჭრეტაში, გონების მდგრადობის მიღწევაში, ხო? ეს არის და ეს. ხო, აი, ასანას იოგაში, აი ეს მხოლოდ ეს დანიშნულება აქვს. მერე კი შემოვიდა, თქვათ, ხათხა იოგაში ძალიან ბევრი პოზები, ვარჯიშები, გაჭიმვები, ძალის და ასე შემდეგ, მაგრამ ეგ სხვა რაღაცა არის. ამასაც კი უწოდებთ ჩვენ ასანას, მაგრამ ასანა ეტიმოლოგიურად ას ნიშნავს ჯდომას და უკვე რო შემოვიდა, აი ფეხმდგომელა პოზებიც ხო არის, ან ხელებზე დგახარ, ესეთი ასანაც ხო არის, ანუ ეს გამოდის, რომ მჯდომარე დგომა, ანუ რაღაც ეგეთი ის შემოვიდა, ან ასე ვთქვათ, თვითონ ჯდომას უწოდებთ, ვთქვათ, ხელებზე დგომასაც. მაგრამ ამას ეხლა არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ჩვენ კონცენტრირდეთ უფრო კლასიკურ იოგაზე, რას ნიშნავს, რომ უბრალოდ ამით ნაჩვენებია ის, რომ ასანა, აი აქ სქემაში მარცხენა მხარეს რაც არის გვერდზე დაწერილი, არის ასევე კომპონენტი, ანუ სხეული არის გონების კომპონენტი, გონების სიმშვიდის და მდგრადობის კომპონენტი და ეს ალბათ დაკვირვება ესე შეიძლება წარმოვიდგინოთ, ან ბჰაგავად გიტაში არის, რომ თქვათ არჯუნას ომის წინ უცახცახებს სახსრები, უბრალოდ კიდურები და ანუ ეს განიცდის და სხეულზეც მისი ეს ანუ პანიკა ასახული არის სხეულზეც. ხელიდან უვარდება იარაღი, ხო? და ესეთი დაკვირვებები მნიშვნელოვნად ჩათვალეს, ანუ ასეთი დაკვირვებების შედეგად, რომ აი ასე ვთქვათ, სხვადასხვა ჯდომარე პოზის ვარიაციებიც კი შემოეთავაზებინათ, რასაც მერე ჩვენ განვიხილავთ ოდნავ უფრო ვრცლად, იმიტომ რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, ჩვენი ძირითადი თემა და პრანაიამა, რა თქმა უნდა, ანუ გონების სიმშვიდე ასევე კავშირში არის სუნთქვის მდგრადობასთან, აი ესე იგი შესუნთქვა არის ის, როდესაც ასე ვთქვათ, როდესაც გარეჰაერი შემოდის, ხო, ანუ უბრალოდ აღწერილი არის და მინიშნება არის უკვე მეოთხე ანგაზე და აქ ზოგადად ეს გაფანტულობა, რაც სამათის ეწინააღმდეგება, უნდა შეჩერდეს. ანუ ნახეთ, ანუ გამოწვევი 4 მიზეზი დასახელებულია და ავტომატურად იგულისხმება ცენტრი ამ 4-ის ცენტრი, როგორც პრატიაჰარანუ შესაბამისად უკვე გრძნობებიც ასე ვთქვათ, აღარ არის დამორჩილებული. ხოლო რაც შეეხება თვითონ კონტროლში უპირველეს ყოვლისა იგულისხმება გაცნობიერება. არ არის, ანუ არის კონტროლი როგორც პირდაპირი მართვა და არის კონტროლი როგორც გაცნობიერება.
არა ის რომ დათრგუნო. იმიტომ რომ დათრგუნვაზე ძალიან კარგი მეტაფორა არის იოგაშიც და ბუდიზმშიც, რომ ის როგორც თესლი, დათრგუნული ემოცია, დათრგუნული მისწრაფება ვარდება მიწაში, ნიადაგში და ის გაღვივების შემდეგ ისევ წარმოიქმნება, ამას ქვია, ბიჯა. და ეს წრებრუნვა როგორც ბორბალი, როგორც ჩაკრა ტრიალებს მუდამ. ეს გაცნობიერებული ქონდათ იოგებს, ამიტომ იოგას ფსიქოლოგიაც ძალიან საინტერესო არის და ერთი მხარე არის, რომ ზოგადად ნებისყოფით აკონტროლო, მაგრამ უმაღლესად, რა თქმა უნდა, მიიჩნევა ის, როდესაც ადამიანი უბრალოდ ნათლად ხედავს, რა მოაქვს. და ის უკვე, ასე ვთქვათ, ესეთ არ უნდა ტყუდებოდეს, არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გატაცებული, მათ შორის, რაც საკმაოდ უცნაური არის, აი, მაგალითად, რომ უნდოდეს მაგალითად 60-ში მოხვედრა და იქ მიღება სიამოვნების. ანუ წარმოიდგინეთ, ინდურ რელიგიაში, ანუ ვედებში ხო არის თქვა, აი 60-ში ხდები ღმერთებთან ერთად და განცხრომას აღწევ. თითქმის ღმერთივით ხდები რა, ღმერთი ხდები. ანუ ესეც კი ამის ნაკლოვანებაც გაცნობიერებული უნდა იქნეს, იმიტომ რომ ღმერთები აქ განხილულია როგორც განცხრობის სიამოვნებით პარალიზებული არსებები. რომ ასე ვთქვათ, ეს არ მიიჩნევა, ასე ვთქვათ, რაღაც უმაღლეს მდგომარეობად. მოკლედ, ეხლა თვითონ მივყვეთ შემდეგ სლაიდს რა. ხო, მანამდე ესე იგი სანამ თვითონ 22 სუტრაზე გადავალთ, ანუ 27 არის ძალიან საინტერესო. საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თვითონ ამ ტექსტ იოგა სუტრას ჰქონდა მჭიდრო კავშირი ბუდიზმთან, იმიტომ რომ ეს ორი სკოლა ერთმანეთთან დებატებში იყვნენ, პოლემიკაში იყვნენ და როგორ იყო იცით, ყველა ბუდისტური მიმართულება კი არა, ანუ ვასუბანდუს სკოლა, ანუ ერთ-ერთი ცნობილი ბუდისტი ფილოსოფოსი იყო ვასუბანდუ და მეორე მხრივ, ანუ იოგების სკოლა, როგორც რაღაც დაპირისპირებული, ასე ვთქვათ, ტრადიცია. და ბუდიზმი ცნობილი არის თავისი 4 მოტივით. ანუ პირველი ეს არის დუქა, 4 მოტივიდან პირველი დუქა არის მწუხარება, რაც ამოძრავებს ადამიანს, რის შედეგადაც ის საერთოდ იწყებს რაღაცის ძიებას, რომ თავი დააღწიოს წარმავალობას, თავი დააღწიოს, თქვა, ტანჯვას და ასე შემდეგ. და მეორე არის მისი მიზეზი, აი აქაც თვითონ იოგა სუტრაშიც არის, ასე ვთქვათ, ის რაც ბუდიზმში არის სწორედ. ნიროთა მესამე არის მისი ან მოშორება და მოშორების გზა, ანუ მეთოდი. ხო, ეს რატომ მოვიყვანე? მოვიყვანე, იმიტომ რომ ბუდიზმთან კავშირი იოგასი არის აშკარა, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ საერთოდ ვასუბანდუს ტექსტიდან, აფითარმა კოშაფაშიადან იყოს დაკოპირებული ზოგიერთი სუტრაც კი გადმოღებული იყოს და თვითონ ბუდიზმი აი ამ ტანჯვისგან, მწუხარებისგან თავის დასაღწევად, ცხოვრებაში არის მწუხარება. გვთავაზობს 8 კომპონენტიან გზას. მსგავსად იმისა, რასაც იოგა გვთავაზობს, ანუ რიცხვებში ემთხვევა. მაგრამ არის მაინც განსხვავებები. ესე იგი, აი შემდეგ სლაიდზე არის მოცემული, ეს არის უფრო სწორი თარგმანი იქნება, ესე იგი, ჩატვარი არია მარგა უფრო სწორედ. არია მარგა არის კეთილშობილთა გზა. ანუ აქ ვითომ ნათარგმნია როგორც კეთილშობილი გზა, მაგრამ კეთილშობილთა გზა არის სწორი ხედვა, სწორი ფიქრი, სწორი მეტყველება, ანუ რეალურად ეთიკური, ისევე როგორც პატანჯალისთან ეთიკური განზომილებები არის, სწორი მოქმედება, ესეც არის, სწორი ცხოვრება, სწორი ძალისხმევა და სწორი mindfulness, ხო? და მერვე არის სწორი სამათი. ანუ სწორი კონცენტრაცია. ფაქტობრივად რამდენიმე პუნქტში ემთხვევა იმაში, რომ იქაც ბუდიზმიც და იოგაც 8
8 დანაყოფიან, 8 კომპონენტიან სისტემას გვთავაზობენ, მაგრამ ზოგი იმასაც ამბობს, რომ აი ძალიან რო არ უნდა და ვიღაცას რო გამოჩენილიყო, რომ აი დავაკოპირე და რაღაცას ცვლიდნენ რა, რომ აი აბა ნახე, აი ხომ აქვს განსხვავებები, ასე ვთქვათ რა. ხო და აი შემდეგ სლაიდზე ეს 8 კომპონენტი შეიძლება დაჯგუფებულ იქნას, აი იქით ნახეთ 3-ად. ანუ ეს არის მორალური განზომილება, მედიტაციის და სიბრძნის განზომილებები. ზუსტად ანუ იოგაშიც ამას იგივე პრინციპები არის მორალური პრინციპები, სწორი ძალისხმევა, mindfulness-ი და სწორი კონცენტრაცია. mindfulness-ი აქ ნიშნავს mindfulness-ი ნიშნავს დოქტრინის ხსოვნას, ანუ მოძღვრებას, მოძღვრების მუდამრო თანატარებ და ამ პრიზმიდან აკვირდები მოვლენებს. არა უბრალოდ კი არ აკვირდები განჯის გარეშე, არამედ ამ განჯით აკვირდები მოვლენებს. და რა თქმა უნდა, სიბრძნე, ანუ სიბრძნე პირდაპირ არ შედის პატანჯალისთან, მაგრამ ესე ამ 8 კომპონენტში, მაგრამ იგულისხმება, რომ სიბრძნე არის სამათხის შედეგი. ანუ სხვაგან ნახსენები, ანუ ამ ზუსტად ჩამონათვალში არ არის, მაგრამ აი ეს 8 კომპონენტის თემაც როგორი მსგავსება არის, მაგხრივად საინტერესო არის. შემდეგ ხო, ეხლა უშუალოდ გადავიდეთ რა არის ანუ მიზანი, ანუ რას გვეუბნება პატანჯალი, რომ რატო უნდა გავაკეთოთ, საერთოდ ანუ ეს ამ პრაქტიკას რატო უნდა მივსდიოთ, ხო? იოგას მეთოდების გამოყენებით უწმინდურება ნადგურდება. ნუ აქ უწმინდურება ეს თარგმანი ცოტა ძნელი არის, ეს არის წუხარების მომტანი ფაქტორები ნადგურდება, იზრდება ცოდნის სინათლე და აღწევს სიბრძნეს. აქაც სიბრძნე ჩვეულებრივ ნახსენები არის. მათი განხორციელებით ილუზორული ცოდნა თავისი 5 შემადგენელით, რომელთა ბუნებაც ისე უწმინდურებაა, განადგურებული და წახდენილი. ანუ 5 ილუზორულ ცოდნაში რა იგულისხმება? ანუ მათ შორის ცოდნას უпростоრეთ და უმეცრებას, ანუ უფრო უგუნურებას უწოდებენ მაგალითად სიძულვილს. ანუ უმეცარი ადამიანი ამ შემთხვევაში მიიჩნევა, ანუ ის ვერ იაზრებს, რომ რამდენად არასწორს აკეთებს. ან თავისთვის საზიანოს აკეთებს. და ანუ ამის საფუძვლად მიაჩნია, რომ ეს გაუცნობიერებლობის შედეგი არის, ანუ უმეცრების ფორმა არის და ამიტომ ეს უფრო უმეცრებაში აქვს 5, ასე ვთქვათ, 5 ფორმის უმეცრება, როცა არის ნახსენები, აქ იგულისხმება ღირებულებითი აბერაცია. ხო, შემდეგ სლაიდზე ასევე არის გაგრძელება და აქ უკვე ძალიან კონკრეტული მაგალითი არის მოყვანილი, რომ ერთი და იგივე ქალი შეიძლება იყოს დაბნეულობის მიზეზი, მცდარი წარმოდგენის შემთხვევაში, სიძულვილის ტანჯვის შემთხვევაში, ნების სიამოვნების შემთხვევაში და რეალობის ცოდნის სრული მიუკერძოებლობის შემთხვევაში. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ერთი და იგივე ადამიანი ერთ დროს ზულს, მეორეს უყვარს, მესამე შეიძლება საერთოდ არაადეკვატურად აღიქვამდეს და ამოცანა რა არის, აქ რო დააგვირდეთ, არის 3 ფაქტორი არის ჩამოთვლილი, ხო? დაბნეულობა, ესე იგი არაადეკვატური აღქმა, ეს ერთი. მეორე არის ანუ ვნება, რომ ან ვნება არის რაღაც ან გამოცდილების განმეორებისკენ სწრაფვა, ან რეალობაში რაც გამოუცდია ადამიანს, ან რაც წარმოდგენაში გამოუცდია და სხვა ადამიანში ან ნივთში ვათავსებთ, რომ ხო, აი ეს მომიტანს ბედნიერებას და ეს ადამიანი მაკლია მე, ან ეს ნივთი მაკლია მე, რომ ეს მჭირდება. უნდა მივახციო, თორემ მე მექნება ნაკლულობის, ანუ დანაკლისის განცდა. და ანალოგიურად ისეთივე ამის საპირისპირო გამოცდილება, ანუ სიძულვილის გამოცდილება, ან თუნდაც წარმოსახვით, რომ გონია რომ ეს ასე ვთქვათ, რაღაც წარმოსახვის, უпростоრად გონია რომ რაღაც სიძულვილის ჩემი ასე ვთქვათ რეფერენტი არის. ეს 3 ჩვენ შეგხვდა წინა ლექციებში, მე მგონი აქაც არის სლაიდი და ამას გავიხსენებთ, ანუ 3 უარყოფითი ფაქტორი. და იოგას შემთხვევაში ეს არის
ცდელობა იმისა, რომ მიღწეულ იქნას მიუკერძოებლობა, რომ გააცნობიეროს ადამიანმა, რომ ჩვენ თვითონ ვდებთ ადამიანებში ემოციებს. რომ ერთი და იგივე ადამიანი თუ სხვადასხვა ადამიანის მიმართ სხვადასხვა ინტენსივობით აღიქმება და თვისობრივად განსხვავებულ რაღაცებს იწვევს, ესე იგი ჩვენი ინტენცია, ანუ ჩვენ თვითონ მასში ვდებთ რაღაცა ისეც, რაც მხოლოდ ჩვენ მიერ მიეწერება ამ ადამიანი იქნება თუ თქვა რაღაც საგანი, ხო? შემდეგ თო ეს კლეშები სამი ცხოველი არისო, ხო? უკან დაუბრუნდეთ ცოტათი. ხო, ეს სამი ცხოველი, ნახეთ, ეს სამი ემოცია, ესეც პოლუსი არის სიძულვილი და ვნება, ანუ სიყვარული და სიძულვილი. ოღონდ სიყვარულში აქ იგულისხმება დანაკლისის განცდა. ანუ ხო, უფრო ვნება იქნება. ვაირაგი არის ტერმინი, რომ რა განიშნავს შეფერილობას, რომ ესე იგი ჩემი ცნობიერება, როცა ვიღაცით ან რაღაცით არის შეფერილი, მოცული არის. და ეს ცხოველები არის, ეს სამი ცხოველი, ამის განსახიერება არის ვნების არის მამალი, ზიზღის არის გველი და უმეცრების არის ტახი არის, ხო, მაგრამ ეს ტახი თუ ღორი არის ცენტრი ამ ორ პოლუსს შორის. უმეცრება არის სიძულვილსა და ვნებას შორის, ანუ ეგეთი სქემა. ეს სქემა მუშაობს ბუდიზმშიც და ეს სქემა მუშაობს იოგაშიც. წინ წავიდეთ. ხო, აქ უკვე დეტალურად აღარ გავივლით, ესე იგი ჩვენ აშტანგა იოგა, რაც რო ჩამოვთვალეთ ეს 8 კომპონენტი, ახლა თითოეული კომპონენტი სათითაოდ რო გავიაზროთ არის რა, ეს არის აჰიმსა, ანუ ზიანისგან თავის შეკავება, რომ არ მივაყენოთ ზიანი. და აქ არის გრადაცია, თქვა, საერო ადამიანი ხარ, თქვა, მეომარი ხარ, შენი ზიანის მიყენება შემოფარგლული არის ბრძოლის ველზე, ანუ ის სადაც გაქვს უფლება რომ მიაყენო, მეთევზე თუ ხარ, დაუშვათ ან მონადირე ხარ და ასე შემდეგ. მხოლოდ შეზღუდული ფორმით არის ზიანის მიყენება შესაძლებელი და საჭირო, იმიტომ რომ ეს თვითონ სისტემა არა მარტო განდეგილებისთვის იყო შეთავაზებული, როგორც ჩანს, არამედ მოიაზრებოდნენ ისინიც, ვინც საერო ცხოვრებაში იყვნენ, ან რაღაცნაირად აპირებენ, ასე ვთქვათ, გადასვლას და რაღაც შუალედურ პროცესში არიან მისთვის, რომ სრულად უარი თქვან ყოველგვარ ზიანზე. ყოველ შემთხვევაში უშუალო ზიანზე, რასაც ვთქვათ, ადამიანი თვითონ აყენებს სხვას. ხო, რაც შეეხება ეს დანარჩენს, ანუ მითვისება, ანუ ქონებრივი სისუფთავე, ანუ ასტეია. სხვისი, ანუ მითვისება, უკანონო მითვისება, სათი არის სიმართლე. ესეც არ არის შემთხვევითი, ანუ სქემატურად რატომ არის ეს 5, ანუ რო დააკვირდეთ, აქ არის ეს არის ისევ სექსუალური კონტროლი არის, ეს არის ანუ ზიანის კონტროლი, წინა სამი სქემა აქ ჯდება, ხო, უმეცრება როგორც ამის, ხო, ანუ ასე ვთქვათ, ცენტრი და ეს ღერძი უფრო არის ღერძი დამოკიდებულებებისა სხვების მიმართ. ხოლო ეს ღერძი არის დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, ანუ საკუთარი თავის ექსპანსიისა და დაგროვების პრინციპი. მაგრამ თავი და თავი ამის არის ან ზიანი, ან უმეცრება. ორნაირად შეიძლება გავიგოთ. მოკლედ ეს არის პირველი ანუ პრინციპი, მეორე კომპონენტი, ნიამას კომპონენტი არის აქაც ცენტრში არის სვათიაია. სვათიაია ნიშნავს თვითშემეცნებას. იქ თუ ცენტრში იყო როგორც ტყუილი, ან ასე ვთქვათ, არ მოიტყუ, ანუ პირველ ხუთს უფრო ნეგატიური კონტექსტი აქვს, რა არ უნდა გააკეთო, ანუ ეგეთი დატვირთვა აქვს და აქ პირიქით არის, ანუ რა უნდა გააკეთო. თვითშემეცნებაში, ანუ სვათიაიაში შედის რა ორი რაღაც არის დასახელებული, ერთი არის დასახელებული, რომ იოგას ტექსტების კითხვა, რაც თვითონ გულისხმობს იოგას პრაქტიკას. ხო, ანუ რას ნიშნავს ადამიანი იოგას პრაქტიკას მისდევს. აი, ერთ-ერთი რასაც ნიშნავს, ეს არის ტექსტების შესწავლა სამ დონეზე. ერთი არის პირდაპირი გაგებით წაკითხვა, მეორე
ლოგიკურად გააზრება და მესამე თავისთავზე გამოცდა. აი ეს არის ამაში და ასევე მანტრების გამეორება, ოღონდ არა მექანიკურად, განსხვავებით ის, რაც გავრცელებული არის, რომ მანტრა შეიძლება დაუშვათ ვიღაცამ მოქცეს ან იყიდო და შინაარსი არ გესმოდეს და ის მოქმედებდეს დადებითად, ეს მართალი არის, შეიძლება მექანიკურად მანტრა მიმოქმედოს დადებითად, მაგალითად დაგაძინოს და როგორც საძილე საშუალებად კი, როგორც მაგალითად რაღაც დაითვალო, ცხვრები დაითვალო, ანუ არ გეძინებოდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის კლასიკური იოგას მიდგომა. ანუ კლასიკურ იოგაში მანტრას სჭირდება, ანუ მისი შინაარსის ცოდნა და მასზე მედიტაცია. და მანტრა აქ განმარტებული არის არა თავიდან, არამედ ჯერ ახსნილია შინაარსი და მერე არის ის სიმბოლო, ანუ მანტრა თუ რა ამ შინაარსს, ასე ვთქვათ, რა ქვია აღწერა. და შესაბამისად, ანუ მანტრა შეიძლება გაგებული იქნას ასე, რომ მაგალითად უყურე რაღაც კინოს და კინო რაღაცა თავისი შინაარსით მერე ერთიანდება, მარტივდება რაღაც სათაურში. უკვე შენ ამ ფილმის სათაური რო გესმის, მთელი ეს შინაარსი რაღაც შეიძლება ემოციურად და რაღაც ინფორმაციულადაც შეკუმშული არის ერთ სიტყვაში. იმპლიციტურად, ანუ მასში მოცემული არის, ხო? და იმას უკვე რო გაიხსენებ, ეხლა მაგალითად აი თუნდაც რო იფიქროს, თქვა ადამიანმა ღმერთი, ანუ თუნდაც მორწმუნეა ვისაც წამს, ხო? მისთვის ეს სიტყვა არ იქნება ცარიელი სიტყვა, ხო? მისი დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, მასზე იმოქმედებს, ხო? ანუ ეს ჰაერზე ნათქვამი არ იქნება რაღაცნაირად, შეიძლება ძალიან ემოციურადაც აღენთოს ამის მიმართ. ამიტომ კლასიკურ იოგაში აქ არის, ასე ვთქვათ, გამეორებას წინ უსწრებს შინაარსის ცოდნა, ანუ ჯერ რაზეა საუბარი, რისი მანტრა არის, რატო ისწრაფვის საერთოდ იქითკენ და მერე არის მოცემული. ხო, გარდა ამისა, აქ არის თვითდისციპლინა, ტაპასი საერთოდ წვას ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასკეტიზმსაც ნიშნავს, დისციპლინასაც ნიშნავს, ოღონდ არაძალადობრივად. იმიტომ რომ ესე იგი, როცა საკუთარ თავზე მუშაობ და დისციპლინა გადაგდის ტანჯვაში, ეს უკვე ნიშანი არის, რომ ეს აღარ არის იოგური პრაქტიკა რა. ესე იგი, ან როგორც ლათინურ ენებში disciple ხო მოსწაფეობას ნიშნავს, ეს არის ტრანსფორმაცია დაფუძნებული გაცნობიერებაზე. აქ არის ძალისხმევა, მაგრამ ეს ძალისხმევა არ უნდა, ასე ვთქვათ, იწევდეს იმას, მაგალითად ზოგი მარხულობს და ამის შედეგად შეიძლება უფრო ქაოსში ჩავარდეს. ხო, ესეც ანუ პრაქტიკების, ვთქვათ, შეიძლება დამახასიათებელი იყოს და ეს ანუ გაცნობიერებული არის იოგა სუტრაშიც. ხო. კიდე რა შეიძლება ვთქვათ, რომ აი შაუჩა მაგალითად არის სისუფთავე, რაც გულისხმობს გარეგან სისუფთავეს, მაგალითად ჰიგიენის დაცვას და ასევე გონების სისუფთავესაც. მაგრამ საინტერესო აქ ის არის, რომ რა იყო ამის ამოცანა. აი ერთ-ერთ საუბარში ვის ანიჭებს პატანჯალი უპირატესობას, ანუ როგორ ადამიანს, საერო ადამიანს თუ განდეგილს. უფრო იქით იხრებიან, რომ ანუ განდეგილობა პატანჯალისთვის უფრო მაღალი დონე არის. ჩემთვის ეს ძალიან მკაფიო არ არის, იმიტომ რომ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა ტექსტი. მაგრამ ბჰაგავად გიტაშიც არის საერო ცხოვრება, ან შენი დანიშნულების შესრულება, ეს რაღაც უფრო, ასე ვთქვათ, მაღალი პრაქტიკად შეიძლება მოვიაზროთ. ის არგუმენტი, რატო თვლის პატანჯალი, რომ მაგალითად განდეგილობა უფრო მაღალი არის. აი, აქ შაუჩაში მაგალითად შაუჩას განმარტებაში არის ისეთი მაგალითი მოყვანილი, როდესაც ადამიანი მიდის საკუთარი სხეულის ზიზღამდე. რომ მან ესე წარმოიდგინეთ განდეგილი ცხოვრობს და ის უნდა იყოს თავისუფალი, თქვა სექსუალური მიზიდულობისგან, ხო? და მათი ამოცანა ეს ბუდიზმშიც იყო ესეთი პრაქტიკები, რომ იმისთვის რომ აი სხეულის მიზიდულობა, რომ აღარ ეფიქრათ, ასე ვთქვათ, ბერებს ან მონაზვნებს.
ალბათ სექსუალური ფანტაზიების დასაძლევად აკეთებდნენ ესეთ პრაქტიკებს სხეულის ხრწნადობის ვიზუალიზაციებს, მათ შორის გვამის ვიზუალიზაციებს და ასე შემდეგ. და აი როგორ არის იცით რომ თვითონ ბუდიზმშიც ესეთი პრაქტიკა არის რომ თუ ანუ ის სამი ცხოველი რომელიც ვაჩვენეთ შესაძლებელია რომ ადამიანი რომლისკენმე იყოს მიდრეკილი ანუ მაგალითად იყოს თუ დვეშა არის მაგალითად სიძულვილი იყოს დვეშინი ანუ მიდრეკილი უფრო ამ ხრივ ამ ემოციისკენ მაშინ მისთვის არის სხვა პრაქტიკები უპირატესად მიზანშეწონილი ხო რომ ნების შემთხვევაში ანუ ეს გვამის და ესეთი ხრწნადობაზე ვიზუალიზაციები ეს იყო ანუ მათთვის და ბუნებრივიც არის ხო თუ მართლა ადამიანი განდეგილი არის ხო მას აქვს რაღაცა უნდა ჩამოიყალიბოს და ჩამოიყალიბოს რაღაც მდგრადი შეხედულებები და ერთ-ერთ საშუალებად როგორც ჩანს მოიაზრებდნენ იმას რომ ასე ვთქვათ მათთვის ცხადი და აშკარად გამხდარიყო სხეულის ანუ ხრწნადობა შინაგანი არასიზუფთავე და ასე შემდეგ. ამ გარეგანის ასე ვთქვათ გარეგანი ვიზუალური სილამაზის მიღმა და რაღაც თვალსაზრისით ანუ ისინი პოეზიასაც კი უარყოფდნენ. ანუ კომენტარებში გვხვდება ესეთი რაღაცა რომ ეხლა ვიღაცისთვის ეს სავსებით ასე ვთქვათ ჩვეულებრივი და პირიქით დამაბალანსებელი რამ არის ვთქვათ პოეზია, მაგრამ პოეზიაში თქვათ აღწერილი თქვათ ქალის სილამაზე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მამაკაცი პრაქტიკოსები გულისხმობიან უპირატესად ეს ამ მიზნით, ანუ რაღაც პოეზიაზეც ასე ვთქვათ უარს ამობდნენ. ხო, მოკლედ ეს არის ასე ვთქვათ კონტროლის საშუალებები, ანუ ნიამას ეს ცალკე ამაზე მაქვს უფრო ცლად. ხო, სანდოშა ნიშნავს თვითკმარობას. ანუ ესეც ეტაპები არის და ეს ანუ ჩაშლის პროცესი არის, რომ იკმარო ის რაც გაქვს და ეს ძალიან საინტერესო არის, ხო, რომ არასდროს არ ვთავრდება და მესამე არის ასანა, ხო, მე ასანაზე გადავიდეთ, ანუ ასანა არის თირა სუქამ ასანამ, ეს არის ცნობილი სუტრა, იმიტომ რომ ყველა ვარჯიშობს იოგას როგორც ასანებს და თირა ნიშნავს მდგრადობას, სუქა ნიშნავს მსუბუქს, ანუ იოგური პოზა არის ის, როდესაც შენ მდგრადად ხარ, აი თქვათ მდგრადად ზიხარ, კომფორტულად ზიხარ და ხო შეგიძლია რომ ასე ვთქვათ ყურადღება იყოს თავისუფალი იმისთვის რომ თქვათ იფიქრო ღმერთზე, იფიქრო უსასრულობაზე. ღმერთზე აქ ისევ თქვი, იმიტომ რომ არ არის გადაწყვეტილი თემა, რომ იოგებს სალსახად ესე ღმერთის ესე წამდა თუ არ წამდათ ეს თემა არის სადაო საკითხი ან რა ფორმით წამდათ და ეს ზოგადად ვამბობ ან თუნდაც თვითშემეცნებისკენ იყოს მიმართული. აქ არის შემდგომ კომენტარში არის ჩამონათვლილი რომ მაგალითად ლოტოსის პოზა. ეს პოზა, ის პოზა, ვაჯრასანა და ასე შემდეგ და მერე არის მნიშვნელოვანი კომენტარი და სხვა რაც კომფორტულია. ანუ ესე იგი ამით გეუბნება რომ არავითარი იოგას პოზა არ არსებობს. ნებისმიერი პოზა, აი ახლა ნებისმიერი თქვენგანი როგორც ხეთხართ და რომელ პოზაშიც იპოვით კომფორტულ მდგომარეობას, ის ავტომატურად მოიაზრება რომ არის იოგას პოზა. ნებისმიერი. მიუხედავად ამისა, შემდგომ უკვე შუა საუკუნეებში იწყება ანუ ეს პოზების განვითარება ვარჯიში და რაც ასევე ძალიან კარგია და იმას ჯანმრთელობის თვის აქვს დათვირთვა, მაგრამ აი პატანჯალისთვის იოგა არის ეს, რომ შეგიძლია უძრავად უბრალოდ იჯდე. შემდეგ ხო ასანებზე არის რომ ხო ძალისხმევის შეჩერებით ან უსასრულობის მიღწევით. ხო აქაც არის ძალიან საინტერესო კავშირი, რომ მაგალითად რატომ უნდა გავაკეთო ასანა, იმიტომ რომ მიაღწიო გონების სტაბილურობას. მაგრამ თუ გონების სტაბილურობას ვერ აღწევ, ასანა არ გამოგივა. ანუ ესეთი ურთიერთ დამოკიდებული ის არის, რომ თითქოს ფიზიკურად ცდილობ, რომ დიდხანს იჯდე პოზაში და ამით აღწევ გონების სტაბილურობას, მაგრამ მეორე მხრივ გეუბნება, რომ თუ გონებას არ დაამშვიდებ, ფიზიკურად სტაბილურად ჯდომა
არ გამოგივა, ხო? ესეთი ორნაირად იკითხება ასევე ეს სუტრა. შემდეგი ხო, აქ ასევე არის ასკეტური ელემენტი შემოტანილი, რომ ესე იგი პოზა მათ შორის გულისხმობს გულგრილობას, ესეთი ორმაგობები არის, მაგრამ სიცხე და თქვა სიცივე, შიმშილი და წყურვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომ ესე იგი ადამიანი გამოიმუშავებს თან ისეთ უნარს, რომ ესე იგი ყველა შემთხვევაში ამ დისკომფორტს არ გამოყავს იოგი მდგომარეობიდან. ეს პრაქტიკა როგორც ჩანს, ანუ ასეთი პრაქტიკები მანამდეც იყო, ზოგი როგორც ბერძნები აღწერენ, სპეციალურად მიმართავდნენ, რომ თქვა სიცხეში დიდხანს იდგნენ, ან იცვნენ და ასე შემდეგ, ანუ სპეციალურად გამოიმუშავებდნენ, ანუ ასეთ უნარებს. რა დოზით აკეთებდნენ, ანუ ეს პრაქტიკები არ არის ზუსტად აღწერილი. რომ მაგალითად აი რა საბოლოო ჯამში ვთქვათ რა არის კი ნორმა რომ რამდენ საათს უნდა გაძლო იმ პოზაში რომ ჩაგეთვალოს რომ შენ უკვე ეს შეგიძლია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი კომპონენტი არის მაინც შეიძლება დაქვემდებარებული რაღაც ისეთი რომ შეიძლება განდეგილობაში ადამიანს უწევდეს ვთქვათ რაღაცა ისეთი პირობებში ყოფნა, სადაც არ არის კომფორტი და ასევე ამან არ უნდა სულიერად არ უნდა დააუძლუროს ადამიანი, ხო ეს ერთგვარად შეგვიძლია სამხედრო დისციპლინასაც შევადაროთ, ხო, რაღაცნაირად გაკაჟების უნარიც არის, მაგრამ მაინც ამ ასე ვთქვათ ასკეტიზმს აქვს რაღაც ისეთი ლიმიტი, რომ არ უნდა გადავიდეს ტანჯვაში, ხო? ჩვენ დასაწყისში ნაპოლეონი გაგვახსენდა რატომღაც და მე მახსოვს რომ მის ბიოგრაფიაში ანუ სამხედრო სკოლა რაც ბავშვობაში გაიარა მთელი კარიერის განმავლობაში გაყვებოდა და რაღაც იმპერატორის პოზიციაშიც და რაღაც ინარჩუნებდა ანუ ისეთ რაღაც რეჟიმს და დისციპლინას. შემდეგ ხო და მეოთხე არის ანუ სუნთქვის კონტროლი, ხო? როცა იოგურ სუნთქვის კონტროლზე არის საუბარი, აქ უნდა აღნიშნოთ შემდეგი რამ, რომ იოგური სუნთქვა ნიშნავს სუნთქვის შენელებას ან შეჩერებას. აქაც არის ანუ ბუნდოვანება, ზუსტად სამი ტიპის პრანაიამა არის აღწერილი, მაგრამ რაც ცხადი არის, ეს არის ორიენტირება სუნთქვის შეჩერებაზე. რომ შეჩერების თავად აქტი ეხმარება იმას, რომ დამორჩილებულ იქნას გონებაც, ანუ ყურადღებაც. აი თავარი ეს არის. ოღონდ, აი შემდეგ სუტრაზე, ოღონდ აქ არის ხაზს გაუსვამდი იმას, რომ ხო, ეს კონტროლი, რომ მაგალითად შეგიძლია თვლით და რეგულირო ან დროით და რეგულირო და ასე შემდეგ, ხო, შემდეგზე არის მე მგონი. ხო, არ არსებობს სუნთქვის დაუფლებაზე უფრო დიდი ასკეტიზმი. აი ძველ პერიოდშიც ძველი წელთაღრიცხვით აი პირველ 1000 წლეულშიც ხდება ესეთი პრაქტიკები ასკეტებში სუნთქვა როგორც ასკეტიზმის ფორმა, სუნთქვის შეკავება მათ შორის როგორც ასკეტიზმის ფორმა. და ეს არის როგორც ამას ეწოდება ანუ ტაპასი არის ასკეტიზმი და ეს არ არის უბრალოდ სუნთქვითი ვარჯიშები. ის სუნთქვითი ვარჯიშები, როცა აი მრავალფეროვნება რაც არის, რომ თქვათ სწრაფი სუნთქვა მონაცვლეობითი ნესტოებით სუნთქვა, მარცხენა ნესტოთი შესუნთქვა, მარჯვენა ყურით ამოსუნთქვა და ასე შემდეგ. ეს პრაქტიკები უბრალოდ არის მრავალფეროვანი, შემდგომი განვითარება უფრო მეტად სამედიცინო თვალსაზრისით. რაც აი შუა საუკუნეების, ასე ვთქვათ, ჰათა იოგას გამოცანა. შემდეგი ჰარანას, ხო, ესე იგი ხო აქ არის რომ თვითონ უკვე სუნთქვის პრაქტიკა კავშირში არის თარანასთან, ანუ ყურადღების ფიქსაციის უნართან და მე მაგითო ვთქვი, რომ ეს კომპონენტები ერთმანეთის შემადგენელი არის. აი, ნახეთ, სულ დასაწყისში ჩვენ განვიხილეთ პრინციპი სხეულის სისუფთავე და მერე გადავედით
ასანაზე, ხო? ორივეგან არის შემკვრელი ასკეტიზმი, რაც გაყვება. აქაც სუნთქვა პირდაპირ კავშირში არის კონცენტრაციასთან, ან ყურადღების ფიქსაციასთან. და აი უკვე მეხუთე არის ძალიან კარგი ილუსტრაცია და ეს არის ჩვენი უფრო საფოკუსო თემა დღეს, ანუ მეხუთე კომპონენტი, პრატიაჰარა, ანუ გრძნობების კონტროლი და აქ არის ძალიან კარგი ილუსტრაცია იმისა, რომ თვითონ იოგა სუტრა არის პოლემიკური ტექსტი, რომ მასში მოცემული არის სხვადასხვა ვერსიები განხილული, აი რას გულისხმობ ამ გრძნობების კონტროლში. როგორ შეიძლება გავიგოთ ეს გრძნობების კონტროლი, რომელი არის სწორი ფორმა კონტროლისა. და ამ ტექსტში არის ვერსიები მოყვანილი, რომ თქვა, აი ზოგი ამბობს, რომ ამას ნიშნავს, აი ამას განვიხილოთ, ზოგი ამბობს, რომ ამას ნიშნავს და მე ამბობენ, თქვა, აი ჩვენ რა პოზიციას ვემხრობით. და ამიტომ თვითონ სუტრა მათ შორის ლოგიკური ტექსტია, ლოგიკურ დისკურსული ტექსტია, ის ასევე პოლემიკა არის, ანუ არ მოითხოვს შენგან იმას, რომ ანუ უბრალოდ დაიჯერო, არამედ მოყავს, ასე ვთქვათ, მაინც თავისი არგუმენტაციები, ანუ სხვა ავტორებსაც ალაპარაკებს, ოპონენტებსაც ალაპარაკებენ, ყოველ შემთხვევაში კომენტარებში მაინც ალაპარაკებენ და მერე უკვე თავის მოსაზრებას, თავის არგუმენტს ასაბუთებენ. ხო, ესე იგი, პრატიაჰარა, როდესაც აღარ არსებობს კავშირი გრძნობებისა თავის ობიექტებთან, თითქოს თავად ცნობიერების ფორმას იღებენ, ეს არის გრძნობების კონტროლი. სუტრა საკმაოდ ბუნდოვანი არის, ანუ სვა ვიშაია ნიშნავს სვა თავის ვიშაია არის ობიექტი არის. აქ სამპრაიოგა ნიშნავს კავშირი, ანუ ამ შემთხვევაში ჩიტასი არის ცნობიერება და ესე მარტივად ესე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ესე იგი ცნობიერებას, მაგალითად აი საჭმელი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ასე ვთქვათ ობიექტი არის, რაზეც შეიძლება ფიქრობდეს, რისკენაც არის ადამიანი მისწრაფება და როდესაც ადამიანი ანუ ჩამოაშორებს. ესე იგი შეუძლია რომ აღარ იფიქროს, ან თავი შეიკავოს და აი ეხლა კომენტარში გავშლით რა ვერსიები არის აი ამისთვის, აი ნახოთ შემდეგი. ესე იგი მოდი მე აქედან წავიკითხო. ხო. ესე იგი, როდესაც აღარ არსებობს კავშირი გრძნობების მის შესაბამის ობიექტებთან, ისინი თავად ჩიტას, ანუ ცნობიერების ფორმას იღებენ. როდესაც ჩიტა დამშვიდებულია, ანუ ცნობიერების ტალღები, გრძნობებიც დამშვიდებულია მასთან ერთად და დამორჩილებისთვის მეტი აღარაფერია საჭირო. ანუ ეს რას ნიშნავს? ნახეთ, არის ცალკეული გრძნობები, დავუშვათ შენ მიისწრაფი, ანუ ესეც გინდა და შენი ყურადღება ერთდროულად ბევრი რაღაცისკენ არის და შენ შეიძლება იმუშავო გრძნობებზე ცალ-ცალკე, რომ მაგალითად ცალკე გაიაზრო ეს, ცალკე გაიაზრო ის, მაგრამ აქ არის ესეთი თემა შემოთავაზებული, რომ გაიაზრო საერთო საფუძველი, ნაცვლად იმისა, რომ დაძდევდეთ ანუ ცალკეულ გრძნობებს. აქ როგორი მეტაფორა არის, როგორც დედაფუტკარი არის წამყვანი ყველა დანარჩენი ფუტკრების, რომლებიც მას მიყვებიან, სწორედ ასევე ჩიტას დამორჩილებით გრძნობებიც დამორჩილებული. ეს არის ეტლის მეტაფორა, ანუ აღვირის თემა არის, როდესაც შენ უბრალოდ კონცენტრირებული ხარ, დაქვემდებარებულად გრძნობები უკვე მიყვებიან ავტომატურად ამ კონცენტრაციას. უფრო კონკრეტულად, ეხლა მოდის ამის A ვარიანტი, ანუ შემდეგი არის A ვარიანტი, უფრო ახსნილად ეს რას ნიშნავს. ესე იგი, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ გრძნობების დამორჩილება იმას ნიშნავს, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული მათ ობიექტებზე. ხმაზე და ასე შემდეგ, დამოკიდებულება, ანუ როგორც შეჯდომა რა რაღაცას, არის მიჯაჭვულობა იმ გაგებით, რომ ის ჩამოაშორებს მას უმაღლესი სიკეთისგან. ხო. ეს არის დამოკიდებულება. ხო, ერთ-ერთი ანუ განმარტებით
ეს არის არა ის რო თქვა ადამიანმა საერთოდ უარი თქვა საჭმელზე ან რაღაც, არამედ დამოკიდებულება ის რამდენადაც ის ცვლის ან კოგნიტურ ან ასე ვთქვათ ღირებულებით სისტემაში შეაქვს ცვლილება, ხო? ესეთი რაღაც რო წარმოვიდგინოთ. არის B ვარიანტი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ გრძნობების დამორჩილება არის, როდესაც მხოლოდ იმ გრძნობებს ვიღებთ, რომლებიც არ არიან აკრძალული. ეს არის ნების დართვა ზოგიერთი გრძნობის ობიექტისთვის. ანუ ფაქტობრივად როგორც ფილტრი, ესე mindfulness-ი რო წარმოვიდგინოთ, რაღაც ფილტრის თვალსაზრისით, რაღაცას უშვებ, რომელიღაც გრძნობებს, რომელიღაცას, ანუ ბლოკავ. ან უბრალოდ იაზრებ. ვარიანტი C. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ გრძნობების კონტროლი იმას ნიშნავს, რომ განიცადო ობიექტები ისე, რომ არ გაგიჩნდეს მათ მიმართ სურვილი ან ზიზღი, სიამოვნება და ტკივილი. რაღაც თეორიულ დამოკიდებულებაში იყო ობიექტთან, ასე ვთქვათ რა. და D-ის შემთხვევაში, ანუ ჯაიგიშავი არის, ანუ ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც ანუ მანამდე მოღვაწეობდა, კი ამბობს, რომ გრძნობების დამორჩილება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ცნობიერების ერთმიმართულების შედეგად არ აღიქვა ობიექტები, ასეთი დაუფლება უმაღლესია, რომელსაც როდესაც ცნობიერ აზრთა ტალღების აქტივობა შეჩერებულია, მაშინ გრძნობებით შეჩერებულია, ხო? ანუ აქ ფაქტობრივად საუბარი იმაზეა, რომ იოგური მეთოდი არის ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, აზრების გაჩერება. მაგრამ რა იგულისხმება ამ აზრების გაჩერებაში? ეგ არის, ანუ სადაო საკითხი. ანუ ეს ხო გრძნობების გაჩერებაზე საუბრობდით, რომ აქ არის ანუ ვარიანტები და მაგალითად უბრალოდ ეს არ არის მაინც დღევანდელი თემა, მაგრამ ერთ-ერთი ვარიანტით, ანუ აზრების გაჩერებაში იგულისხმება მათი ავტომატიზმის გაჩერება, რომ ვრიტი არის, ანუ აზრი, ასე ვთქვათ. სამსკარა არის ის, რაც აღძრავს, ანუ რაღაც ჩვევა. ეს გადადის ქმედებაში და ავტომატურად ხდება, ანუ მოქმედება. და ამის შეჩერება, ამ ბორბლის, ასე ვთქვათ, ამ ჩაკრის შეჩერება ნიშნავს, ანუ მისი ავტომატიზმის შეჩერებას, ერთ-ერთი გაგებით, ერთ-ერთი ვერსიით, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ მეოთხე საუკუნის ტექსტია და არის ამ ტექსტის კრიტიკოსებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს არ არის საერთოდ შესაძლებელი, ან არ არის სწორი, ან სხვადასხვანაირად განმარტავენ, ზოგი განმარტავს როგორც ბუდისტებს ესმით, ზოგი განმარტავს როგორც თვითონ იოგებს ესმით და ასე შემდეგ. რაც სავსებით საინტერესო არის, ანუ რატო არის საინტერესო, ანუ ეს ჩემი მიდგომაც არის პერსონალურად, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა ამოვიტანოთ რაც შესაძლებელი არის, თქვათ, ინფორმაცია, ანუ დავალაგოთ სხვადასხვა პრიზმა და სხვადასხვა პერსპექტივა და მე ერთად განვიხილოთ, ან ყველა ადამიანმა თავისთვის იმედიტიროს, თავისთვის დაფიქრდეს და გადაწყვიტოს, არის ეს შესაძლებელი, არ არის შესაძლებელი, ფანტაზია არის, რეალობა არის თუ რაც არის და როგორც არის, ხო? ჩვენ ანუ ამოგვაქვს, ანუ იოგა თავისი, ასე ვთქვათ, კრიტიკით. შემდეგ ხო და ბოლოს კიდე რაღაც. შემდეგი ეს არის, ხო? აქ კიდე რა არის ყურადღება მისაქცევი, არის ის, რომ ხუთი არ ბაჰირანგა ნიშნავს გარეგანი კომპონენტი, 4 წიბო და ანუ ცენტრი პრატიაჰარა და ეს სამკუთხედში რაც არის, ეს არის ანტარანგა, ანუ შინაგანი ანგები. გარეგანი ანგა და შინაგანი ანგა. ეს არის ანუ აშტანგა იოგა, მაგრამ ასევე ხვდებით ასეთ მომენტში, რომ თვითონ ეს კომპონენტები არის არა იოგა, არამედ იოგას მიღწევის საშუალებები. არ არის თავად იოგა. იოგა უფრო გაიგივებული არის, აი სულ ანუ მერვე საფეხურთან, თითქმის ანუ სამათხისთან, მარტო კონცენტრაციასთან, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი არის ანუ უფრო იოგას მიღწევისთვის მეთოდები, იმიტომ რომ იოგა კლასიკურად განმარტებული არის როგორც უფრო მდგომარეობა და არა საშუალებები, მიღწევის საშუალებები.
აი დღეს ხო ესეთი აღქმა, რომ თქვა იოგა არის თქვა საშუალება, რომ თქვა მე რაღაც მაწუხებს და ამის საშუალება არის. და ტრადიციული გაგებით იოგა არის თვითონ ის მდგომარეობა, რაც მიღწეულ უნდა იქნეს, მაგრამ ასევე ტრადიციაშიც არის, რომ იოგას მათ შორის მეთოდებსაც უწოდებენ. მაგრამ აქ უპირატესად იგულისხმება მდგომარეობა, ანუ ის მეთოდები, რაც ადამიანმა უნდა გამოიყენოს, ამიტომ ბარემ ეს თვითონ მდგომარეობა კიდევ რო განმარტოთ, არის ანუ სამათი უმაღლესი მდგომარეობა გულისხმობს იმას, როდესაც ადამიანი ნათლად ხედავს თავის ნამდვილ არსებას. ეს რანუ ნათელი ხედვა საკუთარი არსების, ოღონდ არა აზრების მეშვეობით, არამედ უშუალოდ. ანუ ყოველგვარი გაშუალების გარეშე არის ერთგვარად იმის დამტკიცება, რომ ადამიანი რომ მოკვდება თუნდაც აზრების გარეშეც რჩება თვითცნობიერი სული. და ამ მდგომარეობას ქვია კაივალი, ანუ თვითკმარობა. ანუ ესეც იკითხება, რომ ისინი რაც ცდილობენ, ნახეთ, თითქოს ატარებენ სიკვდილის ექსპერიმენტს. რომ აი ის შეიძლება უკვე ყველას წამდა რომ თქვა არსებობს რეინკარნაცია მაგ პერიოდში, ხო, ანუ ვედების პერიოდში არ წამდათ, არ იყო რეინკარნაციის თემა. რომ თქვა კი ბატონო, სხეული მოკვდა, თქვა ჩიტა და ეს სამსკარები და ეს ყველაფერი ისევ იბადება ახალ სხეულში, მაგრამ დაუშვათ და ესეც გამოვაკლოთ. ანუ ეს აღქმათა ერთობლიობა და გამოცდილებების ერთობლიობა დაუშვათ, ესეც შეძენილიც და მიღებული გამოცდილებებიც გამოვაკლოთ. რა დარჩება ადამიანისგან? და ანუ აქ არის ეს მომენტი, რომ თვით იგივური, ანუ ან პურუშა, ან ატმა, რაც გინდათ უწოდეთ, რაც არაფერზე არ არის დამოკიდებული. და პოლემიკა მდგომარეობდა იმაში, რომ ისინი სხვა სკოლები ეუბნებოდნენ, რომ აზროვნების გარეშე ვერ იქნება, ანუ რაღაც ობიექტის გარეშე ვერ იქნება მარტო სუბიექტი, ან მაგალითად თუ სული არის მოწმე, თუ ის არაფერს არ ამოწმებს, მაშინ თვითონ მოწმეც ვერ იქნება. და იოგა ამბობს, რომ ის შეიძლება იყოს თავისი საკუთარი, ასე ვთქვათ, თავის თავზე დაფუძნებული და თავის თავით არსებული რაღაცა ესეთი. და ამიტომ იოგას აი მისწრაფება ესეც შეგვიძლია გავიგოთ, რომ თითქოს აი დაუშვათ რეალობაში რა არის, ასე ვთქვათ, მიღმა, მაგრამ მიღმა არის არა იქ, არამედ აი ბარემ აქ ბოდი შიგნით ჩავიხედო და ვიპოვო ისეთი რამ, ანუ როგორც სუბსტანცია, რაც თავის თავზე არის. და დაგვრჩა კიდევ ანუ სამი კომპონენტი. ეს არის თარანა, როგორც თქვი, ეს არის ფიქსაცია. ეს არის ყურადღების გარკვეულ ადგილზე, ანუ აქ რო არის დეშა ბანთანა ჩიტასე ბანთა დამაგრებას ნიშნავს, ანუ ადგილზე დამაგრება არის თარანა. თა თვითონ დაჭერას ნიშნავს. მაგრამ აქ არის ჩამოთვლილი, ნახეთ, ჭიფის ჩაკრა, გულის თეთრი ლოტოსი და ასე შემდეგ, რაც არ არის ფიზიკური ადგილები, ანუ წარმოსახვითი ადგილებია, რასაც კომენტატორები ესე აღწერენ, რომ ეს არის რომელიმე ღვთაების ვიზუალიზაცია, მაგალითად და მისი, ასე ვთქვათ, დათვალიერება, ამ ყურადღების დაჭერა. ნუ ერთ-ერთი მეთოდი. ეს არის აი მაგალითის სახით, ეს იქნება გარეგანის საგანი თუ შინაგანის საგანი, ანუ რაღაცაზე ყურადღების ფიქსაციის უნარი. აი რაც ჩვენ თავიდან ვახსენეთ, ეს წარმოსახვითი იქნება თუ დაუშვათ რეალური საგანი იქნება, რომელსაც დაუშვათ იოგი იკვლევს, არ აქვს მნიშვნელობა. ზოგადი, ასე ვთქვათ, დაჭერის უნარი არის. ხოლო, როდესაც, ანუ შემდეგი უკვე პრატეა იკატანათა თიანამ, როდესაც პრატეა ნიშნავს აზრს ან იდეას. აზრი ან იდეა ერთგვაროვნად უწყვეტად მიედინება ამ ობიექტის მიმართ, ეს არის მედიტაცია. ანუ ფიქრის ერთგვაროვანი ფიქრი რაღაც ერთ საგანზე. და ესეც შეგვიძლია თუნდაც აი მაგალითად გაქვს უნარი, რომ მათემატიკას უწყვეტად მიყვე.
რაღაცას დაუთმე ყურადღება და ანუ მასზე ფიქრობ. და ეს მაინც ანუ აქ არის პრატია ნიშნავს, აი პრატია ნიშნავს ესე იგი შინაარს ნიშნავს და აქ საჭირო არის, ანუ აქ კი არ არის ცდილობა რომ აზრი არ იყოს, არამედ პირიქით აზრი იყოს, ოღონდ ერთგვაროვანი აზრები იყოს. ეს არის სანჭრეთა ან მედიტაცია, როგორც ასეთი და რის შედეგადაც ოღონდ უწყვეტი და განგრძობადი. და რის შედეგადაც საბოლოოდ რის შედეგადაც, როდესაც მხოლოდ სამათხი წავიკითხოთ. ხო, სამათხიზე. სწორედ იგი, ანუ როდესაც მედიტაცია, როდესაც მხოლოდ ობიექტს გამოანათებს, თითქოს საკუთარი ფორმისგან დაცლილი არის სამათი. ანუ ის, რაზეც ფიქრობ, როდესაც ის ავლენს თავის ნამდვილ ბუნებას, ეს არის, ხო, აქ არის ტერმინი, აი აქ არის ნახეთ, ივა, ნიშნავს თითქოს. რაც ხშირად გამოტოვებული არის თარგმანში, რომ აქ სინამდვილეში არ არის საუბარი იმაზე, რომ ადამიანი, თქვათ, რაღაცაზე რომ მედიტირებს, მართლა გაუქრება აზრები, რომ დაივიწყებს რა ინფორმაციაც გონდა ამის შესახებ. ის ცდილობს, რომ შეხედოს თავისი, ასე ვთქვათ, აზრების გარეშე, რომ დააცარიელოს, რომ ნირფასა ნიშნავს გამონათებას, რომ აცადოს, რომ თვითონ ობიექტმა, რაზეც მედიტირებს, გამოავლინოს თავისი ნამდვილი ბუნება, ანუ მიუკერძოებელი იყოს რა, მოკლედ რო ვთქვათ. მაგრამ აქ თვითონ სიტყვა თითქოს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დაცლილი არის თავის საკუთარი ფორმისგან, ეს არის უკვე სამათი. და სამათი შეიძლება, აი მაგალითად რას ნიშნავს სამათი, რომ თქვათ, აი ხშირად არის მოყვანილი, თქვათ, კოკა არის, ან რაღაც ჭურჭელის მაგალითი არის და იოგები ფიქრობდნენ მაგალითად იმას, რომ ეს ჭურჭელი ხო ატომების ერთიანობაა, მცირესი ნაწილაკების ერთიანობაა და ის მთელი სახით არსებობს თუ არა. და ამათ შორის იყო განსხვავება მაგალითად ბუდიზმსა და იოგას შორის, რომ ამის უკან დგას თუ არა საერთოდ რამე, აი რომ ჩაზუმო ხო დავუშვათ აი მიკროფონში, ხედავ რაღაცა მატერია არის, მაგრამ თელობას ან რა იჭერს, ანუ არის კი რაღაცა ისეთი, აი რომ შეცვალო თქვათ მანქანის ყველა ნაწილი გამოცვალო და ის მანქანა იქნება თუ არა, როგორც ადამიანი ხო მუდმივად განიცდის განახლებას ელემენტარული ნაწილაკების დონეზეც და ან თუნდაც გადანერგვის ოპერაციები კიდევ და კიდევ რო განვითარდეს და გადაუნერგო რაღაც სხვადასხვა ორგანოები და სად არის რაღაცა იდენტობა, რომელიც რაღაცა მთელი არის. და ნივთები აინტერესებდათ იოგებს იმდენად, რომ ანუ მეც ერთ-ერთი ნივთი ვარ, ხო? ანუ სამყაროში მეც ერთ-ერთი ნივთი ვარ და მაქვს თუ არა რაღაცა ისეთი მთელობა. ეს არის აი თვითონ მედიტაციის ანუ ფორმები, ოღონდ რა თქმა უნდა, იოგები ცდილობდნენ, რომ ეს აღექვათ აზრების გარეშე, იმიტომ რომ თუ ისევ სიტყვებში და კონცეფციებში ავსახავთ რაღაცეებს, ეს დასაწყისისთვის აუცილებელიც არის, ანუ ეს აუცილებელი დასაწყისი არის იოგაში, იმიტომ რომ სხვანაირად ვერც დასვამს შეკითხვას ადამიანი, ხო? მაგრამ შემდგომ უკვე მიდის იქამდე, რომ შენ აი მართლა უნდა დაინახო უშუალოდ. და ბოლოს არის ის, რომ ეს სამი კომპონენტი, ეს სამკუთხედში რაც არის, ანუ ეს მედიტაცია, ფიქსაცია და კონცენტრაცია ერთად აღებული, ამას ეწოდება სამი ამა, ანუ ეს სამი ერთად არის სამი ამა, რაც როგორც ტექნიკური ტერმინი აღნიშნული არის, რომ სინამდვილეში ეს სამი მუშაობს ერთად. ერთად შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც რაღაცა ტაქტში. მოკლედ. გარეგანი ფიქსაცია, შინაგანი ანუ სიღრმეში შესვლა. გადავიდეთ კიდე რაღაც საინტერესო რაღაცა გვაქვს აქ. ეხლა ჩვენ საუბრობდით აშტანგა იოგაზე და ბოლოში ნახე მე მგონი სულ 2 სლაიდი დაგვრჩა. კიდე მეტი არის? ამით ვთავრდება, ხო? აი ეს 2 სლაიდი დაგვრჩა და მასე დავასრულოთ. თუ შეკითხვები გექნებათ. სინამდვილეში ანუ აშტანგა 8 დანაყოფი არ არის ერთადერთი იოგას სისტემა. არსებობდა
სხვა რაოდენობის ანგებიც, მაგალითად, თქვა 6 დანაყოფი, თქვა შატანგა. 4 დანაყოფიანი სისტემა და ასე შემდეგ. აი თვითონ აქ მოცემული არის, რომ მაგალითად არის ტანტრული იოგას სისტემები, არის 4 დანაყოფიანი, 5 დანაყოფიანი, 6 დანაყოფიანი, სადაც მაგალითად აი ტარკას კლასი არის, ტარკა მსჯელობას ნიშნავს, ანუ ერთ-ერთ კომპონენტად დამატებული არის მსჯელობაც. ანუ სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, პროცესი ან მაგალითად დამატებული არის ზოგიერთ სისტემაში მანტრა ცალკე არის გამოტანილი. აქ პატანჯალისთან ამ 8-ში ხო შიგნით არის ჩაშლილი მანტრა, მაგრამ ზოგიერთს მიაჩნდა, რომ მანტრა იმდენად დიდ ყურადღებას იმსახურებს, რომ უბრალოდ ცალკე არის, ასე ვთქვათ, გამოტანილი. არის ბოლოს არა, მაგის წინ არის ბუდიზმის, აი რაც თქვით ჩვენ, აი ბუდიზმის 8 დანაყოფიანი სისტემა, ანუ სწორი ხედვა და ასე შემდეგ. აი ეს სწორი სამათი მათ შორის. და მეორე გვერდზე არის, ეხლა ჩვენ რაც განვიხილეთ, ანუ ჩვენი დღევანდელი თემა, წითლად რაც არის მოხაზული. სწორია, ხო? კი, აი გარე საფეხურები, 5 გარე საფეხური და 3 შიდა საფეხური. გარდა ამისა არის 14 დანაყოფიანი სისტემაც, ხო? ანუ ასე ვთქვათ, გააჩნია ვინ როგორ დააჯგუფებს, მაგრამ პატანჯალის მაინც აქვს უპირატესობა, იმიტომ რომ დომინანტი, აი თვითონ დომინანტი არის იმ გაგებით, რომ მეტად სისტემურად არის მოცემული, იმიტომ რომ ზოგიერთ ტექსტში არ არის დამუშავებული თვითონ სისტემა. კი არის რაღაც ჩამონათვალი, მაგრამ ისე არ არის, ანუ განვითარებული, არც კომენტარული თვალსაზრისით, არც დაუშვათ გავლენების თვალსაზრისით, მაინც კლასიკურ იოგად, მაინც პატანჯალის სისტემა ითვლება. თუნდაც აი კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა იმ მიზეზის გამო, რომ ეს არ არის სექტარიანული სისტემა. რომ იქ არ არის, გინდა თუ არა, ან ეს ღვთაება, ან ის ღვთაება, მეორე თავში არის, რომ იშტადევა და ნიშნავს არჩეული ღვთაება, ანუ რომელი ღვთაებაც გინდა, ან რაღაც ესეთი ეს არის, ასე ვთქვათ, ვაკანსია არის, ასე ვთქვათ, ღვთაების და ასე ვთქვათ, ვისაც რა უნდა იმას აერჩევს რა. კარგი, თუ შეკითხვები გექნებათ, ვეცდები რომ მიპასუხო.